საღამოშვიდობის თვითფასო მეგობრებო, ეთერშია სალტე, სოფიკო სოხაცის საავტორო გადაცემით გეოპოლიტიკის საკითხები. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ნოოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, თეორიული ფიზიკის სპეციალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ემზარ ქუჩია. უღრმესი მადლობა ბატონ ემზარ. ჩვენი გადაცემის თემა იქნება თანამედროვე ცივილიზაცია პარადიგმული ცვლილების მოლოდინში. მოგახსენებათ, რომ დღევანდელი მსოფლიო შესულია ღრმა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, სოციოკულტურულ და ასე შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ღრმა კრიზისში. ერთპოლარული სამყარო ჩვენს თვალწინ ინგრევა, მაგრამ არც მრავალპოლარული სამყაროს სტაბილიზაციის ნიშნები არ ჩანს და ასევე არ ჩანს ის თეორიული, თქვათ, ცოდნა, საფუძველი, რომლის, ასე თქვათ, საფუძველზეც შეიძლება მოიხსნას ის დიდი დაპირისპირება, რაც დღევანდელ მსოფლიოში არსებობს. თუმცა ქართულ სამეცნიერო სკოლაში გამოჩნდა ასეთი პროდუქტი, ოპტიმალიზმის დოქტრინა, რომელიც გახლავთ ბატონი ემზარ ქუჩიას ფუნდამენტური ნაშრომი ამ სფეროში, ქართული სამეცნიერო სკოლის, კერძოდ ფსიქოლოგიის სკოლის, ასე თქვათ, ერთგვარი გაგრძელება, გულისხმობ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას და აი ამ ყოვლისმომცველ მართლა თავისი შინაარსითა და ფორმით, აი კოლოსის მსგავს ფუნდამენტურ ნაშრომს აქვს იმის პრეტენზია, რომ ასე თქვა დაედოს საფუძვლად იმ პროცესს, რასაც ქვია პარადიგმული ცვლილება მსოფლიო ცივილიზაციის. და ამ კონტექსტში ჩვენ ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეც, კერძოდ შევეხებით აი უმწვავეს თემას, რაც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ქართულ საზოგადოებას, ის გახლავთ არაბული ინვესტიცია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები და ჩვენ შევეცდებით, თქვათ, ავხსნათ ამ მოვლენების შინაარსი. კიდევ ერთხელ გმადლობთ ბატონო ემზარ მოწვევისთვის და თუ შეიძლება აი თქვენი აი ამ სამეცნიერო პროდუქტის შესახებ 2-3 სიტყვა, აი განმარტებით რო ავხსნათ მოსახლეობისთვის ეს ნოოტიპები, ვთქვათ, ეს ტრანსფორმაციის საკითხები და ასე შემდეგ. ანუ წინარე ისტორია როგორ მიხვედით აქამდე, ძალიან საინტერესოა. აი თქვენი დაკვირვების შედეგად მოხდა აი ამ დაკვირვებაში არა, უბრალოდ აი ეს 90-იან წლებში რო აირია ქვეყანა, ცხოვრობდი და ეს აფხაზების და ქართველების ურთიერთობა რამდენად ჭიდრო იყო ინდივიდუალურ დონეზე და როგორ ვერ შეუშალა ამან ხელი, ვერ გააჩერა ის ანხეთქილება და სამოქალაქო ომის გაჩაღება. და ეს გახდა ის რა მოძრაობს სოციალურ პროცესებს, რა არის ერი, მართლა მოძველდა თუ არა ეს კატეგორია და ეს ერი ზუსტი განსაზღვრების სიება და საყდენად გამოდგა უზნაძის განწყობის თეორია. უზნაძის განწყობის თეორია არის ინდივიდის ფსიქოლოგია, ის სოციალური მოვლენების ახსნამდე ვერ მიდის და ესე იგი მომდევნო ნაბიჯი იყო სწორედ ახალი ფაქტორის აღმოჩენა, რომელმაც მოხდა საშუალება მოგვეყალებებინა, ესე იგი შეგვებსო განწყობის თეორია სოციუმის ზოგადფსიქოლოგიური თეორიით. აი ამ ასპექტით, რომელსაც შეიძლება ასე დავარქვა. და საზოგადოების თვითორგანიზაციის ლოგიკის ახსნის საშუალება მოგვცა ამან. და დროის ისტორიული დროის ესე იგი არასწორხაზოვნების დასაბუთებ, რაღაც სეზონების მაგვარი ეტაპების ცვლის პროცესია, თითეული ეტაპის მახასიათებლების პარადიგმები, ნოოტიპურ პარადიგმებს უწოდებთ. ესე გაირკვა მათი მახასიათებლები და ისტორიის პროცესის ახსნაში დაგვეხმარა ეს. საზოგადოების თვითკმარი არსებობის ლოგიკა, ხო? ხო, ესე იგი რამდენადაც თვითმოძრავი, ესე იგი რამდენადაც თავისი მდგომარეობის, აწყო მდგომარეობით, მომავალი მდგომარეობის განსაზღვრისუნარიანი სოციუმი. თუ სოციუმი რაღაცა გარეგანი ზემოქმედების ქვეშაა, რომელსაც მისი თვითორგანიზაციის უნარზე მეტი გავლენა აქვს მასზე. მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა პროგნოზირება არ შეუძლია და გარეგან ძალაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ სოფლის საზოგადოებას თუ აიღებთ ერთიანობაში, მაშინ ასეთ რამეს ჩვენ ვერ დავასახელებთ, ბავშვებმა მეცნიერების ობიექტი ეს არ არის და მაშინ და თან რაც არის საჭირო, იმიტომ რომ აქამდელი ისტორიული პროცესი
ადეკვატურად იხსნება იმ ლოგიკით, რომელსაც აი თვითორგანიზაციის ლოგიკას უწოდებ. და მდგომარეობის ცვლა აი ნეოლითურ რევოლუციიდან დღემდე ეს ადეკვატურად არის ასახული ამ ნაშრომებში, რომელიც მიეძღვნა ამ ისტორიის განხილვას ახალი თეორიის პოზიციიდან. ახალი თეორიის სახელი ასეთი კვანტური რელატივისტური ნოოლოგია. ეს არის ესე იგი შეგვიძლია აგვეხსნა რას ნიშნავს ეს, რომ სინამდვილის ხედვა ნოოტიპურად დიფერენცირებულია, ესე იგი არ არსებობს სინამდვილის ერთიანი ხედვა. შეუძლებელია კაცობრიობა მივიდეს სინამდვილის ერთიან ხედვამდე. არის 4 განსხვავებული პოზიცია და ყოველი კულტურა, ყოველი ერი, რომელიმე 4-დან ერთ-ერთი პოზიციის რეალიზაციაა. და ეს ერთის პროდუქტი, ერთის შემოქმედების პროდუქტი აწუხებს მეორეს მის განწყობასთან შეუსაბამო, მას გაგება შეუძლია ლოგიკით, აზროვნებით, მაგრამ განწყობასთან შეუსაბამოა, ამიტომ ის იძულებულია უპასუხოს თავისი შემოქმედებით პროდუქტით და ეს განსხვავებები აღმოჩნდა, რომ არის პროგრესის მამოძრავებელი. მაგრამ ისტორიის ადრეულ ეტაპზე ეს კაცობრიობის განვითარება იწყება მეტად დაგსახსული მდგომარეობიდან. აი ჩვენ რო გავიგოთ პროცესის აი საიტი რატომ მოვედით დღევანდელ დღემდე. ყოველი ტოტემური თემი იყო დამოუკიდებელი ცივილიზაციის, დამოუკიდებელი თვითგანვითარებადი, ანუ თვითორგანიზაციის ასპექტით თვითკმარი წარმონაქმნი. ის შეიცავდა 4-ვე ნოოტიპის ელემენტს თავის თავში, ტოტემური კასტების სახით. ეგ იმ ტოტემურ კასტებს შორის ფსიქიკის ასპექტი, განწყობის ასპექტი. ისეთივე განსხვავება იყო, როგორც დღეს დიდ ერებს შორისაა, და ჩინელ და რუს შორის, ჩინელსა და ამერიკელს შორის, ჩინელსა და ქართველს შორის. და აი ეს ამოცანა პირველ რიგში, პირველი ესე იგი განვითარების ამოცანა იყო ამ წარმონაქმნების მასშტაბის ზრდა. ეს შესაძლებელი გახდა აი სოფლის მეურნეობის, როცა აი ადამიანმა გარემოს რესურსების ექსპლუატაციის არისხის გაზრდის უზრუნველყოფელი ტექნოლოგიები შეიმუშავა. ეს თავიდან საწყის ეტაპზე იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. და რის გამო შესაძლებელი გახდა ესე იგი თვითკმარი, თვითორგანიზებული სოციუმების მასშტაბის ზრდა. და აი სწორედ აი ქვიშასავით გაბნეული უსტრუქტურო სიმრავლიდან ტოტემისტური თემების დაიწყო ერი ეთნოსების ჩამოყალიბება. ეს ნოოტიპური გაერთგვაროვნება გარკვეულ სივრცეებს. და ის ნოოტიპური გაერთგვაროვნება, რომელიც უკვე დიდ არეალებს აქცევდა მათი მომცველი უფრო დიდი წარმონაქმნების ნაწილად. და ისტორიის პროცესში სწორედ აქამდე თუ ტოტემურ თემში ეს დროის არათანაბარი არაერთგვაროვანი სვლა არ ჩანდა, 4-ვე ელემენტი ერთდროულად აქტიურობდა. ახლა უკვე ერი ეთნოსების ჩამოყალიბებით ესე იგი თითეული ელემენტის აქტიურობის ეტაპი ცალკეულ ისტორიულ ეპოქად გამოიკვეთა და გამოჩნდა თვალსაჩინოდ ისტორიული დროის არაერთგვაროვნება. და ამოცანა იყო გამსხვილება ამ წარმონაქმნების. ამიტომ თითეული ერი ეთნოსი, ეთნოკონგლომერატების სახეც მიიღო მალევე მან, დაინტერესე იგი მოწოდებული იყო თავისი პარადიგმა გაერთიანებინა რაც შეიძლება დიდ სივრცეზე. და აი ეს ამან გამოიწვია რა ჯერ ჩამოყალიბდა რეგიონალური ცივილიზაციები, როგორც იყო ეგვიპტური, შუმერი, ედეოსური სამყარო, ჩინური, მოგვიანებით დასავლეთ ევროპა გამოიყო ედეოსურ სამყარო. აი ამ წარმონაქმნების კონფლიქტი და ბოლოს მე-20 საუკუნის შუა წლებში გაირკვა გამარჯვებული, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ედეოსურ ცივილიზაციას. ეს არის ფაზების უწყვეტი რიგი, რომელიც ჩამოყალიბდა ედეოსურ სამყაროში მიკენელების და უпроსტორი აქერელების, პროტო-ინდოევროპელების და ადგილობრივი პელაზგების შეხვედრით, რაშიც კოლხური სამყაროც იქნა ჩათრეული. და იმ დღიდან ეს პროცესი უწყვეტად მიდის კონკრეტული სქემის შესაბამისად, დღეს მსოფლიო საზოგადოება აი ამ სქემის მიხედვით განიცდის ეპოქების ცვლას. და დღეს ჩვენს დროს უკვე რადგან ინფორმაციის დაგროვების სიჩქარე გაზრდილია, ამ ისტორიული ეტაპების, კონკრეტული თვისობრიობის ეტაპების ხანგრძლივობა, რომელთა ჩვენ ვუწოდებთ ცივილიზაციურ ფაზებს, არის 20 წელი. ჩვენ მიერ პროგნოზე 2004 წელს გამოგვეცემულ მონოგრაფიაში პროგნოზირებული იყო მომავალი ასეთი ცვლილების თარიღი დაახლოებით 2008-2010 წელი. და 2 წელი ვარაუდობდი, რომ დასჭირდებოდა ახალი ფაზის, აი ინერციის დაძლევას და ახალი პარადიგმაზე საბოლოოდ გადასვლას, მაგრამ
არ გახდა საჭირო მოწინავე ქვეყნებში ეს 2008 წელსვე დაიწყო ეს ფინანსური კრიზისი, რაც პროგნოზირებული იყო თეორიის მიხედვით და ხასიათი და ის იმ პარადიგმის დახასიათება, რომელიც გაბატონდებოდა 2027 წლამდე და მთელი ისტორია, თანამედროვე ისტორია ზუსტად ასაბუთებს ამ პროგნოზის სამართლიანობას. რაც ამერიკაში ხდება, მე ახლა ტრამპი დასახელება არ შემეძლო, მაგრამ ის პარადიგმა, ის მიმართულება, რომელსაც დღეს ტრამპი წარმოადგენს, რომელსაც ბაიდენი წარმოადგენდა ობამა, აი ამათი კონფლიქტი რო გამოიკვეთებოდა, ეს ცხადი იყო პროგნოზირება არაბულ სამყაროში განვითარებულ მორენ, რომელიც 2010-დან დაიწყო მართლაც ის 2 წელი დასჭირდა არაბებს, რომ ფაზას ბოლომდე ახოლოდნენ. ეს პროცესი, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი, თურქეთი, რომ თურქეთის კონტროლი რო გაუჭირდებოდა ამერიკას, ყველაფერი ეს მიმდინარე ფაზის ხასიათიდან გამომდინარე მოვლენებია. და საქართველოს მდგომარეობა საქართველოშიც ესე იგი 2008 წელსვე მოსალოდნელი იყო ხელისუფლების სხვა და მართლაც მაშინ როგორც აღიარა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ერთ-ერთი მაშინ ოპოზიციამ გაიმარჯვა, მაგრამ ვერ დაიცვა თავის გამარჯვება და სააკაშვილი ამერიკიდან აღიარებული იქნა შედეგების გამოცხადებამ და დაგვისვეს პრეზიდენტი. ესე განწყობის თეორიაზე დაყრდნობით და შემდგომ აი თქვენი ასე ვთქვათ სამეცნიერო აღმოჩენის პროდუქტზე დაყრდნობით გამოდის რომ პოლიტიკურ პროცესებს მართავს ფსიქიკური ფაქტორი. განწყობისეული ფაქტორი, ყველაზე ცუდი ის ადამიანისთვის რომ აზროვნებას არ ექვემდებარება. პირიქით, ის იმორჩილებს აზროვნებას, აი განწყობა არის პირველადი ფსიქოლოგიური ფაქტორი. აზროვნება, ემოცია, მეხსიერება, წარმოსახვა, ყველაფერი სხვა არის მეორეული განწყობის მიმართ. და რადგან თვითორგანიზაციის მოვლენები, სოციუმის თვითორგანიზაციის მოვლენები იმართება განწყობის ფაქტორით, გამოდის რომ აზროვნება მათ შორის, ყველა სხვა ფსიქოლოგიური ფუნქცია ემსახურება ამ განწყობის გამართლებას. და ამას ჩვენ ხედავთ ჩვენს ქუჩებში მიმდინარე პროცესები, აი ძალიან ძნელი აზროვნებით გაამართლა, ეს უბრალოდ განწყობის ინერცია, ეს თვალსაჩინოდ ჩანს. და რაში ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აი ესე იგი სოფლიო საზოგადოების მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ზეგანი ექსპანსიონიზმის გამართლების ეტაპი დასრულდა 50-იან წლებში, 40-იან წლების ბოლოს. და სოფლიო საზოგადოება მოექცა ერთ თვითორგანიზებულ სისტემაში და ამოიწურა ექსპანსიის გასატანი. და უკვე აუცილებელი გახდა 4 ნოოტიპის ერის თანაარსებობის ინსტიტუციური უზრუნველყოფა. ანუ სისტემის სტაბილიზაცია. სტაბილიზაციის ეტაპი შეიძლება ანუ ერთ დიდ საკაცობრიო ცივილიზაციაში ამ 4 ნოოტიპის არსებობის სისტემური უზრუნველყოფა. დიახ, ესე იგი ადრე შეჯიბრი მათ შორის, როცა თითოეულ თავის ფაზაში ცდილობდა რაც შეიძლება მეტი სივრცის დაუფლებას, მეტი რესურსების დასაკუთრებას. აი ეს პრინციპი ავტომატურ, ესე იგი რამთელი პოლიტიკური კლასი ყველა ერთში იზრდება, როცა ისტორიას სწავლობს თავისი სფეროს ისტორიას, ყველგან ჩანს, რომ ექსპანსია არის უპირატესი სტრატეგია და ყველანი ამ სტრატეგიის ფარგლებში ეძებენ სამოქმედო მოდელებს და სინამდვილეში, რადგან თეორიული ცოდნა არ არსებობს, რომელიც მოვლენებს ამგვარად შეაფასებდა, ეს ცოდნა შეიქმნა 90-იან წლების ბოლოს, 90-იან შუა წლებიდან 2000 წლისთვის და იგი როცა 50 წელს და ეს აქტუალური იყო, მაშინ არის მოვლენები გაგრძელდა ინერციით, რადგან რაღაცა რესურსი პარადიგმის სრულის გადავადებისთვის მაინც არსებობდა, იმიტომ რომ მეოთხე პირობის შესრულება იყო საჭირო, რაც ინფორმაციული ქსელის შექმნით დაკმაყოფილდა. და ეს უკვე, ესე იგი, ყველაზე მეტად ქცევის მოდელის შეცვლა ჩვენი ნოოტიპის ეს ქართველი ერი მიეკუთვნება 4-დან ერთ-ერთი ნოოტიპის. აი ბატონებს არ თუ შეიძლება აი 4-ვე ნოოტიპის დახასიათება რამდენადაც შესაძლებელი იქნება, მოკლედ ახლა სრულ იმას ჩვენ ვერ გავშვით ეს დახასიათება შეიძლება მოკლედ ასე ვთქვათ, რომ აი მაგალითად თავად ნოოტიპი რა თვითორგანიზაციის საფუძველი ნოოტიპის განწყობის უცვლელი კომპონენტი განწყობის შინაარსში, რომელიც თუნდაც მინდოდა, აი მოუცილებელი ფაქტორი განწყობაში. რაზეც არის მიმაგრებული ნოოტიპი და ამის გამო თქვენ მანია, ხო? ანუ ერთგვარი ჩაციკლა და მოუცილებელი მომენტი განწყობის ფაქტორში. აი ეს არის განწყობის ის კომპონენტი, რომელსაც ჩვენ განწყობი, ესე იგი, სხვა ფსიქიკური ფაქტორების ან გარემოს ზემოქმედებით ვერ შევცვლით. და აქვე აღნიშნოთ, რომ რაც არ უნდა წინ წავიდეს, ესე იგი, სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი, თქვათ, ხო?
აი ეს განწყობისეული ფაქტორი მაინც რჩება. ესა თვითორგანიზაციის განმაპირობებელი კაცობრიობა როგორც ერთიანი, მხოლოდ ამ ფაქტორის წყალობით არის. წინასწარ შემთხვევაში ადამიანი საზოგადოება ექნება და თითო კაცების სიმრავლე არანაირ სტრუქტურული როგორც ბიოლოგიურ მასში არსებობს ხო? როგორც ბიოსფეროში მაგალითად ირმების ჯოგი ამას ვერ გაცდებოდა მაგრამ სწორედ ის რომ ეს 4 განსხვავებული ადამიანი არ იბადება ამ განსხვავებით. კიდევ ესაა მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი აღზრდის პროცესში იბადება ბიოლოგიური ინდივიდის მდგომარეობაში, ეს განწყობის შინაარსის კომპონენტი, ეს 4-ვე კომპონენტი არის ფსიქიკაში და გარკვეულ ციკლურ ცვლაშია, ეს არის ბიოლოგიურად ნორმალური მდგომარეობა. და როცა ხდება 4-დან 1 კომპონენტის დაფიქსირება, ესე იგი რომ არა, აი ეს განწყობისეული მუდმივი ეს ნოოტიპის განსაზღვრელი 엘ემენტი, კაცობრიობა იქნებოდა, ესე იგი თვითორგანიზებული ერთეულის მნიშვნელობა ვერ ექნებოდა კაცობრიობას, ის იქნებოდა, ესე იგი ინდივიდების უბრალო სიმრავლე, როგორც აი გამეორებ ირმების ჯოგი. გასაგები, ასევე საინტერესოა ბატონო ემზარ, თქვენი განმარტება, აი სხვადასხვა ნოოტიპებში რა განსაზღვრავს ლიდერი ერის ფუნქციას. მაგალითად, მართვის მანიის ნოოტიპში ვთქვათ, ხო? ლიდერის ფუნქცია არა, უბრალოდ ეს მდგომარეობით, რომელი უფრო მეტად დაწინაურდა თავისი ნოოტიპის თვითგამოხატვაში და ეს არა ლიდერის ფუნქცია არ არსებობს, უბრალოდ ყველაზე მეტ პროდუქტს იმ ეტაპზე ისტორიის ქმნის ეს ერი იმ ნოოტიპის ინფორმაცია. ხოლო დღესდღეობით შეიძლება დავასახელოთ ლიდერები, ეს არის ნოოფილოგენეზური განვითარებით, ეს იქნებოდა მაგალითად ერთ-ერთ ნოოტიპში გერმანელი ერი, მაგრამ დამნაშავე ერის კომპლექსით თვითშეზღუდვის გამო ეს ვაკანსურ მდგომარეობად დარჩა და მას ავსებს ჩინელი ერი, ამ პოზიციას იჭერს ჩინელი ერი. მეორე არის ამერიკელი ერი სხვა ნოოტიპში და მესამე რუსი ერი და მეოთხე ნოოტიპის ლიდერად შეიძლება დავასახელოთ ქართველი ერი. ქართველი ერი ჩვენ ვამბობთ, რომ პატარა ერი, სინამდვილეში ერის მასშტაბი, ფიზიკური მასშტაბი დამოკიდებულია მის განსაზღვრული მისი ნოოტიპი. ესე იგი, ერი არ არის დამოუკიდებელი თვითკმარი წარმონაქმნი, ის არის ასეთი წარმონაქმნის ფუნქციური ელემენტი. ანუ ცივილიზაციის ფუნქციური ელემენტი და მისი მასშტაბიც განსაზღვრულია იმ ფუნქციით, რომელსაც მას თავისი ნოოტიპის გამო ეკისრება. ანუ ცივილიზაციას ქმნის ამ 4 ნოოტიპის ერთობლიობა. დიახ, ეს 4 ნოოტიპის ერთობლიობა ქმნის, ესე იგი არა მარტო ადამიანების საზოგადოება, არა მარტო ერებად ორგანიზაციის სივრცეა, არამედ ერების უკვე ცივილიზაციად ორგანიზაცია ორსაფეხურიანი სტრუქტურა არის ეს მეორე რანგის ესე იგი ერთიანობა და ადამიანი უშუალოდ კი არა ცივილიზაციის წევრი, არამედ ის ერის წევრი, ცივილიზაციის წევრი არის ერი, ხოლო ადამიანია მხოლოდ თავისი ერის წარმოადგენელი და ამ ერის ფუნქცია მისი წევრი ადამიანების აქტიურობით რეალიზდება. ეს ან კოლექტიური მოქმედება თუ ინდივიდუალური მოქმედება, იმიტომ რომ ინდივიდუალური შემოქმედებაც ადამიანების კოლექტივში, ამ ეროვნულ კოლექტივში მისი ადგილითაა განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში განმარტოვებული ადამიანი, რომელსაც აი სოციალური იმპულსები, სოციალური მოტივაცია არ გააჩნია, ის არასოდეს არ შექმნიდა მაგალითად ვეფხისტყაოსნის პოემას და რიცხვთა თეორიას მათემატიკაში, როგორც ესე მოხდა ევროპაში. და თქვენ გვისაუბრია ამ თემაზე და ესეთი მთლიანობითი ხედვა რუსთაველის ხო სწორედ აი ჩვენი ნოოტიპიდან გამომდინარეა. თელის დომინანტი, თქვათ, მისი განსაზღვრისას. რუსთაველი არის ნოოტიპური პარადიგმების კონფლიქტის განხილვა ერთ-ერთ სიტყვაში, სქესების ურთიერთმართების სიტყვაში ასე და ის რომ ნოოტიპური განსხვავებები არსებობს, ესე იგი ამ სხვა 3 ნოოტიპი აქტიურად ცხოვრობს თავის ჩარჩოში, თავის პარადიგმის ჩარჩოებში და ისინი ერთი მეორეს ვერ ხედავენ. ესე იგი არც ერთი მათგანის შემოქმედების პროდუქტში მეორე მათგანის არსებობა მხოლოდ ნეგატიურად შეიძლება აისახოს. და როგორც თქვენ ამბობთ 90-იან წლებამდე ამ 3-ვე ნოოტიპის აი ამ ერებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავისი ექსპანსიონისტული პროექტები განახორციელებინათ. პირდაპირ გამოხატვის ჰქონდა ისინი დღესაც გააგრძელებენ ამას მხოლოდ ექსპანსიის გარეშე. ესე იგი ერთადერთი ერი, რომელსაც შეზღუდული ჰქონდა პირდაპირ თვითგამოხატვა, არის ჩვენი ნოოტიპის ერი. ეს მართვის მანის ნოოტიპი. ანუ პირდაპირ ინსტიტუციური გამოხატვა აქამდე აკრძალული ჰქონდა ნეოლითური რევოლუციიდან დღემდე, იმიტომ რომ ჩვენი ნოოტიპის პირდაპირ თვითგამოხატვა
ეს არის სხვა სამი ნოოტიპის სისტემური ერთიანობის გამოვლენი გარემოება, რაც ექსპანსიისკენ მიდრეკილებას ასუსტებს, იმიტომ იწვევს სტაბილიზაცია სტრუქტურის. და როცა ექსპანსიის ეტაპია, სტრუქტურის სტაბილიზაციის ნაცვლად არის სულ სხვა ამოცანა, ესე იგი, სხვა ნოოტიპის ელემენტების სივრცე თვითონ უნდა დაიჭირო, რომ უფრო მსხვილი წარმონაქმნის სტაბილიზაცია შეუწყო ხელი. ესე იგი, ამიტომ ესე იგი, ნეოლითური რევოლუციიდან მე-20 საუკუნის შუა წლებამდე მართვის მანიის ნოოტიპის ერების ინსტიტუციური თვითგამოხატვა იყო შეზღუდული და ეს ერები იძულებული იყვნენ ინსტიტუციურ თვითგამოხატვაში ესარგებლად ნასესხობები. კონკრეტული ცივილიზაციური ფაზის შესაბამისი სხვა ნოოტიპის ინსტიტუტების გადმოღებით ეპასუხათ ახდენდნენ რეაგირებას თანადროულ ფაზის მიმართ. და ამიტომ ასეთი ნოოტიპის ერების გადარჩენა იყო ძალიან პრობლემა. ერთ დროს ამათ ეჭირა ძალიან დიდი ნაწილი კაცობრიობის, მაგრამ თანდათან მათი რიცხვი გახდა ძალიან მცირე, ესე იგი, ჩვენ შეიძლება დავასახელოთ სულ რამდენიმე ერი, რომელიც ამ ნოოტიპს შემორჩა, ეს არის ქართველები, ირლანდიელები, შოტლანდიელები, სამხრეთ იტალია, კორსიკელები, სიცილიელები და ესე იგი და ამათ შორის ქართველი ერი არის გამოკვეთილი ლიდერის პოზიციაზე, არა მარტო არა რაღაცა პოპულაციური იმით, არამედ სწორედ ისტორიის პროცესზე მისი გავლენის შედეგებით. პრაქტიკულად 20-იან წლებში, 20-იან და 30-იან წლებში რუსეთის სივრცეზე ქართული ელემენტის რაღაცა კატალიზატორულმა გავლენამ გადაწყვიტა დასავლეთ ევროპული და ეგეოსური ცივილიზაციების კონფლიქტში გამარჯვებულის ბედი. და ამდენად ქართული ერის როლი ისტორიაში არის უპრეცედენტო. ასევე სამეცნიერო კუთხით, აი ფსიქოლოგიაში მეოთხე ნოოტიპის, ესე იგი, მარტო ფსიქოლოგიის სფეროში ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ამ მეოთხე ნოოტიპს წარმოადგენს, ეს უზნაძის განწყობის თეორია. და ამ ხრივ არსად ირლანდიელები, შოტლანდიის სხვა ნოოტიპები და ეს არის თან მეოთხე საფეხურის ესე იგი გარდა ნოოტიპის ერები განსხვავდებიან განვითარების საფეხურის მიხედვით და აი ეს მეოთხე საფეხურის პროდუქტი ეს არის ფსიქოლოგიის სკოლების შექმნა ერთ-ერთი გამოხატ როცა აი თეოლოგიური კონცეპტები ადამიანის შესახებ იცვლება უბრალოდ ის მნიშვნელობას კი არ კარგავს, არამედ უკვე სხვა განზომილებით იწყება ადამიანის განსაზღვრების ძიება და აი სწორედ აი ამ ახალი მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ქართული სკოლა შეიქმნა დასავლეთ ევროპულ სკოლებთან ერთდროულად. ბიჰევიორიზმი, გეშტალტი და ეს განწყობის თეორია პრაქტიკულად ერთდროულად შექმნილი უზნაძემ დაასწრო კიდეც შეიძლება საბოლოო ჩამოყალიბებას იმ სკოლას. და ბატონო ვისაიმძარ მივადეკით აი ჩვენ ერთ-ერთ მთავარ საკითხს, რომ აი ამ გლობალურ დღევანდელ მსოფლიოში ქართველი ერის ფუნქციის, აი როდესაც ჩვენ საუბრობთ სისტემის სტაბილიზაციის აუცილებლობაზე ვთქვათ, ხო, ამ 4-ვე ნოოტიპის ერის და აი ქართული ნოოტიპის განსაკუთრებული როლის შესახებ, აი ამაზე ვისაუბროთ. ჩვენ სამეცნიერო პროდუქცია, თქვენ შემიძლია თქვა, რომ ვინც კი გაეცნო ბატონი იმძარის ნაშრომს, თუმც ძალიან მაღალ ინტელექტუალურ დონეს და მრავალმხრივ ცოდნას ითვალისწინებს, არ არის ადვილად დასაძლევი, მე მაგალითად ვაღიარებ, რომ ჯერჯერობით ჩემი ინტელექტუალური შესაძლებლობები ვერ წვდება აი ამ მართლა კოლოსალური ნაშრომის, ასე ვთქვათ, სიღრმეებს, რომ ეს არის მართლა, ესე იგი, მძივივით აწყობილი და მწყობრად გამართული მეცნიერული, არა ჰუმანიტარული რაღაც ზოგადი მსჯელობა, არამედ აი ძალიან თვითონ ესთეტიკაც კი შინაარსის გაუგებლობად ვთქვათ, ხო, ეს სტრუქტურა თვითონ ამ სამეცნიერო ნაშრომის არის მართლაც ძალიან შთამბეჭდავი და ესე მძივებივით აწყობილი ყველა მიმართულებით შემდგომი თეზა, რომ წინას ადასტურებს და ასე შემდეგ. აი ამ იმაზე რომ ვისაუბროთ და მე უკვე კონკრეტულად რომ ჩვენს პოლიტიკურ სივრცესაც გადმოვიდეთ. ანუ მართვის მანიის ნოოტიპის როლი სისტემის დღევანდელი თანადროული ცივილიზაციის სისტემური სტაბილიზაციის აი ამ პროცესში და ჩვენ როგორ შეგვიძლიათ აი ახალი, ასე ვთქვათ, ცოდნით, ახალი ფუნქციით წარვდგეთ სოფლიოს საზოგადოებრივების წინაშე. რა შეიძლება სირთულე მხოლოდ იმაშია, რომ აკადემიური კურსის გავლა საჭირო, მეტი არაფერი. უნდა თავიდან ისწავლო, როგორც აი ფიზიკას და ქიმიას სწავლა მაგალითად. ეს უბრალოდ ახლა წარმოიდგინეთ საზოგადოება ურთულესი სტრუქტურა სამყაროში და მისი თვითორგანიზაციის და მდგომარეობის ცვლის აღმწერი თეორია რატომ უნდა იყოს კვანტურ ფიზიკაზე უფრო იგივე. ხო, ესე წარმოუდგენელი და არავის არ აქვს პრეტენზია, რომ კვანტურ ფიზიკას
დამოუკიდებლად ისწავლის და მცირე დროში მოახერხებს ამას. აუცილებელია აკადემიური კურსის გავლა, სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მივახციეთ ამას განათლების უმაღლესი განათლების პროგრამაში ჩართვას. ანუ ეს სამეცნიერო პროდუქტი მინიმუმ იმსახურებს იმას, რომ ცალკე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ემსახურებოდეს ამის შესწავლას, იმიტომ რომ აი ამ სამეცნიერო ნაშრომის გავლენა თანამედროვე ესე იგი სოციოკულტურული, ცივილიზაციური ყოფითი, მათ შორის განათლების სისტემაზე და ასე არის აი წარმოუდგენლად დიდი. ფაქტურად ადამიანის ყოფის და ცნობიერების ყველა სფეროს ეხება. ეს თუ მართლა ეს განხორციელდა, ეს იქნება მთლიანად პარადიგმული გადაწყობა თანამედროვე ცივილიზაციის. ეს დროის მოთხოვნა, ეს არაფერი ზებუნებრივი ამაში არ არის, როცა დადგა მსოფლიო, აი 90-იან წლებში ზუსტად 1990 წელი ითვლება აი ინტერნეტის შექმნის იმად, ეს არის მნიშვნელოვანი სისტემური მნიშვნელობის გარემოება, რატომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა მასობრივად და შეუზღუდველი რაოდენობით ნებისმიერ წერტილში დედამიწის. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაციის მაწარმოებელი ცენტრებისკენ მიგრაციის ნაკადების აუცილებლობა შეწყდა. ანუ სტრუქტურის სტაბილიზაციის უკანასკნელი პირობაც შესულდა. უკვე აღარ არის საჭირო გაიქცე ამერიკაში იმისთვის, რომ იმ სიახლესთან არც წიგნის ჩამოტანაც კი არა საჭირო. უბრალოდ ელექტრონული სიგნალებით მიიღებ და შეიძლება გაეცნო ნებისმიერ სიახლეს. ისე რომ შიში რო არ იყოს ერთმანეთის წინაშე, რო არ მალავდნენ ამ სიახლეებს, კიდევ უკეთესად იქნებოდა საქმე. მაგრამ ეს სისტემური მოთხოვნა და დადგად რომ აი 90-იან წლებამდე კიდევ ერხდებოდა რაღაცა კონსტრუქციულობის შენარჩუნება ამ სხვა სამი ნოოტიპის ერების ურთიერთობაში. მეორე მსოფლიო ომის მერე მოხერხდა საკმაოდ სტაბილური ხანგრძლივი სამშვიდობო ეტაპის შენარჩუნება მშვიდობის დღესდღეობით ეს ვერ ხერხდება. აი 90-იან წლების შემდეგ ვერც ერთი შეთანხმება ძირითად აქტორებს შორის ვერ ხდება მისი სტაბილიზაცია. ესე იგი ნებისმიერ შეთანხმება დაირღვა. აი გადახედეთ 90-იან წლების შემდეგ ისტორიას, ნატოს არ გაფართოების შეპირება, დარღვეულია იუგოსლავიის საკითხზე შეპირება, ერაყის, სირიაში ყველაფერი დარღვეულია. ანუ ის სამყარო, რომელიც წესით ანგლოსაქსონური დომინაციის ეგიდით უნდა აწყობილიყო და ყველა ბერკეტი ასე ჩანდა, რომ მათ ხელთ იყო, ხო? სამხედრო ძლიერება, ეკონომიკური, იდეოლოგიური პირატესობა თქვათ, ხო, აი ლიბერალური, თქვათ, დემოკრატია ითვლებოდა, რომ იყო აი ბოლო სოციალურ-პოლიტიკური, თქვათ, ასე ვთქვათ, ფორმაცია, ხო? ანუ რეალურად ეს ვერ მათ ყველა ბერკეტი ხელ ჰქონდა იმ სამყაროს, მაგრამ ჩვენს თვალწინ დაიშალა ეს მარტი მომრავლება. ვერ შეინარჩუნეს. სიამოვნებაში ეს მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა მაგრამ მე გვიან გააცნობიერეს, იმიტომ რომ აი ეს 70-იანი, 80-იანი წლები ამერიკის დომინანცია, ეს უკვე ეგეოსური ცივილიზაციის მოვლენაა. და ამერიკა ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპული ცივილიზაციის ფენომენს. მაგრამ ეს უბრალოდ რის თქვა გვინდა ჩვენ ახლა იმას რომ დაუბრუნდეთ ძალიან მართვისმანის ნოოტიპის როლი. მართვისმანის ნოოტიპის ფუნქცია არის აი სხვა სამი ნოოტიპის ერების სისტემური ერთიანობის გამოვლენა. და სწორედ აი ეს თეორიაც მეტი არაფერია თუ არა ამ აი პრაქტიკულად ეს თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის. რა ხდება რომ აი მიმდინარე ამ ცოდნის რა თქმა უნდა გავრცელებელი პირველი. დიახ, ამის გარეშე ცოდნის ინსტიტუციები თუმცა საფუძვლად განწყობა ინსტიტუციების იმას, მაგრამ ინსტიტუციები ფორმირდება უზოლოდ აზროვნების მოქმედებით, მაგალითად ჩინეთი და გერმანია ერთნაირი ნოოტიპის ერებია, მაგრამ ჩინეთში და გერმანიაშიც გარკვეული განსხვავება არის ინსტიტუციურ ორგანიზაციაში, რაც აზროვნებით ესე იგი ერთი და იგივე განწყობისეული შეკვეთა შეიძლება სხვადასხვა კონკრეტულობით დაკმაყოფილდეს, მაგრამ ნოოტიპური სხვაობა არ არის, მაგრამ კონკრეტული განსხვავებები არის. და ასე რომ აზროვნება წვეთს, მაგრამ სანამ სოფლიო არ გააცნობიერებს, რომ არის შესაძლებლობა თითეული ნოოტიპის ერის ინტერესების დაცვის. აი ახლა დღეს რა არის პრობლემა? ექსპანსია მიაჩნიათ გამართლებულ სტრატეგიად ნებისმიერი ერი მიიჩნევს, რომ ყველა ექსპანსიისთვის ხელსაყრელი მომენტის მოლოდინშია და თუ მან წაიფორხილა ერთხელ წამოკრა ფეხსადმე, მას აუცილებლად მოუღებენ ბოლოს. აი ამის მოლოდინში, ამიტომ ის სანამ ძალა აქვს, გამართლებული გონია ყველა სხვა პოტენციური მოწინააღმდეგის დასუსტებაზე იზრუნოს. ახლა რუსეთის მიმართ დამოკიდებულება უკრაინაში რაც ხდება, ეს არის რუსეთის დასუსტების მცდელობა. მეტი არაფერი.
თავად როგორც ამბობენ, რომ სტრატეგიული მარცხი. მაშინ როცა რუსეთს ჭირდებოდა ევროპა როგორც ბაზარი თავისი ენერგორესურსების. ესე იგი მთლიანად იყო დამოკიდებული ამაზე და თვითონაც ამის იმედით დაიწყეს ეს მოვლენა, რომ იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთი ვერ გადადგამდა ამ ნაბიჯს და მის პოზიციებს შეასუსტებდა. თუ გადადგამდა და ამ სანქციებით რაღაცა მძიმე დღეს ჩააგდებდა, მაგრამ ეს არ გამოდის. აი ის რომ არ გამოდის, ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა, იმიტომ რომ ესე იგი კომპრომისის ურთიერთთანაარსებობის აუცილებლობაზე დაფიქრებას მაინც უწყობს ხელს. მაგრამ ის რომ ანუ ჩვენ გვაქვს ფაქტობრივი მრავალპოლუსიანობა. მაგრამ ამ ფაქტობრივ მრავალპოლუსიანობა ჩინეთი, რუსეთი, ამერიკა და დღეს ასე იმით სამეულ დავასახელოთ, თუმცა ამათ დაპირისპირებით სარგებლობენ სხვაებიც, იქ ინდოეთი იზრდება როგორც ახალი ძალის ცენტრი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკასაც პრეტენზიები აქვს, მაგრამ ესე იგი ეს სამი დამოკიდებული ის რომ ესე იგი ის ერთი მეორის დამარცხებას ვერ ახერხებენ. ეს არის ფაქტი, მაგრამ სანამდე გაგრძელდება ეს აი ტექნოლოგიური შეჯიბრი მოელია რომ ეს კვანტური კომპიუტერი იქნება თუ თერმობირთვული სინთეზის მიღწევა ხელოვნური ინტელექტი. აი ამით მიაღწევს რომელიმე მათგანი გადამჭრელ უპირატესობას და კრიტიკულ ნიუანსზე ნადირობა. ეს სტაბილური არა. ახლა თუ ჩვენ ისე სოფლიოს ჭირდება ერთადერთი რამ. აი ესე ამ სტაბილურობის პირობებში, ეს ფაქტობრივი წონასწორობის პირობებში, რომელიც არასტაბილურია, სტაბილურობის მომენტი შეტანა, რაც იქნება ესე იგი თანაარსებობის აუცილებლობის გაცნობიერება. რომ ეს სამი ნოოტიპი, რომ ისინი ალტერნატივები კი არ არიან ერთი მეორეს, როგორც აღიქვამენ ეს ერთი მეორეს და საფრთხედ მიაჩნიათ ერთმანეთი ამის გამო. არამედ ერთი და იგივე სისტემის განსხვავებული ფუნქციის ელემენტები. და იმ სისტემის არსებობისთვის თითოეულ მათგანს სრულიად აუცილებელი ელემენტის მნიშვნელობა აქვს. თითოეულ მათგანს. აი ამის გაცნობიერება, მაგრამ აი პროდუქტი, რომელიც ამას დაასაბუთებდა, ვერც ერთი იმ სამი ნოოტიპის ერის პარადიგმის პოზიციაზე ვერ ჩამოყალიბდება. ანუ მათი განწყობა არ არის იმის შესაბამისი, მათი განწყობა რომ დაინახოს ეს ფაქტი. სწორედ აი მეოთხე ნოოტიპი, რომელსაც შეზღუდული ქონდა ინსტიტუციური თვითგამოხატვა და ინსტიტუციური თვითგამოხატვის მასშტაბი ისედაც შეზღუდულია. რატომ? იმიტომ რომ ეს მეოთხე ნოოტიპი განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპს გულისხმობს გაერთიანების პირობა. ეს შეიძლება კიდე ერთხელ ავხსნათ. განსხვავების საფუძველზე მარტვისმანის ნოოტიპის ორი ინდივიდი ურთიერთობას შესაძლებლად და კომფორტულ მოვლენად თulis თუ რაღაცა განსხვავება დააფიქსირა ურთიერთშორის. ამიტომ აი საქართველოს კუთხური დიფერენციაცია რო არ მოიშალა ამდენ ხანს ამას თქვენი კულტურის თვითონ ერთ-ერთი მუსიკაში კომპოზიციის პრინციპი რო აიო არქიტექტურაში ყველაფერში ჩანს ეს რომ განსხვავებისკენ მიდრეკილება ეს იმიტომ ესა კომფორტის პირობა. უცხოთ მოყვარეობა აქედან გამომდინარეობს განსხვავებულია ესე იგი კომფორტულია მასთან ურთიერთობა. ანუ თვითდამკვიდრების დროს უცხო ელემენტის შემოყვანას აქვს ესეც ქართული გარკვეული ჯგუფით უცხოსთან თვითასოცირებით ივითარებს განსხვავებას და ეს ახლა ძალიან შორს აგვიყვანს ეს ქართული ანუ ჩვენ ეთნოლოგიაში ფსიქიკაში ძალიან კარგად ეს დიახ იმაში უცხოსადმი დამოკიდებულებაში და ესე იგი ხო და რა შეასა მაშინ რა გამოდის რომ ის რაც ჩემს ქართველობას განსაზღვრავს ის განწყობისეული ელემენტი ვერ გახდება ინსტიტუციის საფუძველი ქართულ საზოგადოებაში. რატომ? იმიტომ რომ მე თუ ინსტიტუციაში ავსახე, ან ცადე, ინსტიტუციურად გამოვხატო ეს მახასიათებელი. მაშინ მე ხაზს გავუსვამ მსგავსებას, რაც ჩემსა და სხვა ქართველებს შორისაა. ხოლო მსგავსებაზე აქცენტი ეს ხო უფრო არსებითი მომენტია ქართველობის განსაზღვრებით. მაშინ ის განსხვავებები, რაც ჩვენ ნიღბად ვატარებთ, ყველაფერ მნიშვნელობას დაკარგავს და შეუძლებელი გახდება ჩვენი ერთიანობა. ესე იგი ქართველს ისედაც აი მართვისმანის ნოოტიპს ისედაც შეზღუდული აქვს ინსტიტუციის თვითგამოხატვა. ეს ინსტიტუციური თვითგამოხატვა მხოლოდ გამოიხატება სხვა სამი ნოოტიპის ერების სისტემური ერთიანობის გამოვლენაში. მაგრამ ესეც შეზღუდული იყო რატომ? ხელს უსვლიდა ექსპანსიას. ესე იგი ქართველს საერთაშორისო ასპარეზზეც და საშინაო ცხოვრებაშიც შეზღუდული ჰქონდა ინსტიტუციური თვითგამოხატვა. ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორია არის იმიტაციების ისტორია. ისტორიის არც ერთ ეტაპზე, თუნდაც ოქროს ხანაში, ქართველ ერს არ ქონია შესაძლებლობა ინსტიტუციურად გამოეხატა თავისი ნოოტიპი. ყველაფერი არის იმიტაციების ისა, მაგრამ
ფასის შესაბამის იმიტაციები. და პაიეტის სინდრომი შეიძლება დავარქვათ ამას. აი ახლა ისტორიაში პირველად დაგვიდგა დრო, როცა ჩვენ სოფლიო საზოგადოება მივიდა ისეთ მდგომარეობამდე, როცა მოითხოვს ჩვენგან ინსტიტუციურ თვითგამოხატვა. ანუ ამ სისტემურ სტაბილიზაციაში ჩვენ შეგვიძლია დომინანტური როლი, გადამწყვეტი როლი შევიტანოთ და ამით ჩვენი სახელმწიფო, ესე იგი, რადგან ჩვენ ინსტიტუციურ თვითგამოხატვა ურთიერთობაში ისედაც შეზღუდული გვაქვს, ესე იგი, საშინაო მოწყობა ვერ იქნება ეს ჩვენი პირდაპირ ინსტიტუციურ თვითგამოხატვა, საშინაო ცხოვრების საფუძველი ვერ იქნება. ესაა ჩვენი საერთაშორისო ფუნქციის, საერთაშორისო ცხოვრების საფუძველი შეიძლება გახდეს და ეს გულისხმობს, რომ ჩვენი საზოგადოება არის საერთაშორისო მარეგულირებელი ინსტიტუტის ლოკალიზაციის ბუნებრივი აი როგორც ადამიანის ხელში ნერვული სისტემა. აი ესე იგი აუცილებლად გაეროს მემკვიდრე ინსტიტუტი რეფორმის შემდეგ, რომელიც იქნება 4 პალატიანი, 4 ნოოტიპის შესაბამისად. საქართველოში და ეს მოაწესრიგებს იქნება საქართველოს საშინაო ცხოვრებასაც, მის ეკონომიურ მოწყობის პრინციპს, ყველაფერი იქნება ამ ფუნქციის შესაბამისად ორგანიზებული, რასაც აი ეს ანუ ბატონო იმსარ, აი ამ იმაში თქვენ რასაც აღწერთ, აი მაგ სტრუქტურაში ხო 4-ვე ნოოტიპის ერის სისტემის სტაბილიზაციის შემთხვევაში, თქვათ ხო მოიხსნება ის საფუძველი, თქვათ, რომლის გამო ძალის ცენტრები ახლა სამხატვრო სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთთან შებული. თქვენ წინა გადაცემაში თქვით ამ ეთერში რომ ისინი ფაქტურად განწირული არიან ერთმანეთთან მუდმივი ომისთვის. და ამას მოყვება დედამიწის რესურსების, კრიტიკული მინერალების, ესე იგი, არნახული მასშტაბებით ექსპლუატაცია მათ შორის. და ამოწურვა და ესე იგი, ესე პლანეტა თავის თავში, ესე პლანეტაზევე მოკვდება ეს ცივილიზაცია ისე რომ ვერც გაახსნა. თქვენ ასახელებთ ერთ-ერთ ფაზას 2027 წელს. აი ამ 27 წელს თავდება მიმდინარე ფაზა, როცა აი რომ დავახასიათოთ ის სამი ნოოტიპი. ანდა მოედით ქართველი არის იმას გავაგზავნოთ და რა შეიცვალა ჩვენთვის. ერთს ვიტყვი უბრალოდ, თქვენ რასაც თქვენი თეორიიდან ხსნით, გეოპოლიტიკის ანალიზისას, თქვათ, ხო ჩვენი გადმოსახედიდან ასე ჩანს, რომ აი დიდი ძალის ცენტრების სტრატეგიები უკვე ფარავს ერთმანეთს. ეს ახლა პირდაპირ ხედავთ, რომ თქვათ, ამ რუსები შევიდნენ ვენესუელაში, თქვათ, ხო, რუსული გეოპოლიტიკურ გავლენის სფეროში ანგლოსაქსები უკვე ფაქტურად ალყაში აქცევენ, დასავლეთი ფლანგი, კავკასიის დესტაბილიზაციის ისა, შუა აზიაში რაც მოვლენები ვითარდება, ხო, ნატოს ბლოკის, ესე თქვათ, გადაფორმატირება, თქვათ და მასთან უკვე ასოცირებულია ეს თურქულ სახელმწიფოთა კავშირი ევრაზიის კონტინენტზე და წყნარ ოკეანეში აუქუსის ბლოკი, ხო? ანუ ფაქტურად არა მხოლოდ მათი თეორიები, თეორიული სტრატეგიები ფარავს ერთმანეთს, ჩვენ უკვე რეალურ ცხოვრებაში ხედავთ, რომ ერთმანეთის სასიცოცხლო სივრცეებში იჭრებიან. გაყოფას ვერ ხერხდება ესე ერთ-ერთი. ანუ წითელი ხაზების და გავლენის სფეროების გაყოფაც აღარ არის. დიახ, ვერც ერთი შეთანხმება, როგორც აღნიშნე, ვერც ერთ პირობაზე ვერ თანხმდებიან. მუდმივად ირღვევა ეს პირობები და სწორედ ეს ნიშნავს, რომ შეიჭრებიან ერთი მეორის გავლენის ფიზიკურად იჭრებიან. Αλλά საქართველოს მდებარეობა ჩვენი გეოპოლიტიკური ჩვენიერი რო გადარჩა ამ სივრცეში, ეს შემთხვევითი არა, ჩვენ ვესაზღვრებით აი სამივე ნოოტიპის დომინანტის არეები გასაზღვრება და უწყვეტად. ჩრდილოეთიდან ძლევის მანის დომინანტის არე, აღმოსავლეთიდან ფორმის მანის, დასავლეთიდან ცხრომის მანის დომინანტის არე და ამან განაპირობა ის, რომ სწორედ აქ ჩამოყალიბდა ამ ნოოტიპის ლიდერიერი, როგორც ქართული. ან თქვენ რომ ამბობთ, რომ აი გეოპოლიტიკურ შტორმში ვიყავით მუდმივად და ცივილიზაციათა ცვლის, ასე ვთქვათ, აი ამ სპირალში თქვენ განსაკუთრებული როლი ქონდა ქართულ კულტურას, ხო? ფაქტიურად აი ამას თქვენი თეორია თავისი ვართო გეოპოლიტიკი, ჩვენ ვართ გეოპოლიტიკის ფუნქციის პროდუქტები ვართ. ამან გადაგვარჩინა ამ გარემოებამ გალაქტიონის ლექსები, დიდი ოკეანე გარეუბნის ნათელმხარეს, ეს ინტუიციური მიხვედრა ამის და ის რო იდეალური კრიზის მენეჯერები ვართ, ხო? ხო, ეს მე სოვარი დროიდან მოყოლებული ხარ, რამდენი გეოპოლიტიკური შტორმი გადაგვიტანია, მაგრამ დღემდე სასწაულებრივად მოვედით, თქვათ, ხო? ძლიერი მხარე ეს არის ჩვენი და კიდევ ის რომ აი და ის რომ ინტელექტუალურმა რესურსმა უნდა გადაწყვეტოს ჩვენი ბედი, აი იბერიის გაბრწყინების ესქატოლოგიურ კონტექსტში, ხო? რადგან ინსტიტუციური თვითგამოხატვა არ იყო ერი ვერასოდეს ვერ პოულობდა რა უნდა გაინადგურებინა რომ მოესწრო ქართველობა. ყოველთვის ანადგურებდა ნასესხობას. აი
ფაზის გავლენის გამოხატულებაც ჩემო ეს მონარქიის აი სპარსელი ისტორიკოსი წერს და სხვა შორის თემურლენგის ისტორიკოსიც რომ ესე იგი სიქა გაგვაძრეს ამ ქართველებმა ნამდვილად შაითანთან ანუ ეშმაკთა შეკრულები არიანო ვთქვათ ხო ერთს რო გაანადგურებ ქართს ვთქვათ კახეთი იღებს ინდუქციას საერთო ქართველობის იქ და უზარმაზარი სამხედრო რესურსი და ხა მასთან თემურლენგთან გიორგი მეშვიდეს ერთადერთი ზავი ხო იმ ხელა უზარმაზარ ევრაზიის სიმწეებზე სახელმწიფოს განადგურება ვერ იყო ქართველი ერის დაზიანება აი ასე გამოდიოდა იმიტომ რომ ის სახელმწიფო იყო ნიღაბ ნასესხობა იმდინარე ისტორიული ეპოქის სადმი ქართველის რეაქციის გამოხატული ანუ გენეტიკური კულტურული კოდის აი სიძლიერესაც დიახ ეს არის როდესაც მაგალითად ჩვენ ვამბობთ მე მიცემ ჩემ დასრულებას რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული იარაღი არის ჩვენი გენეტიკური და კულტურული კოდი რომ სახელმწიფოს დაკარგვის შემთხვევაშიც კი გვაქვს ჩვენ თქვათ შევინარჩუნო თავი როგორც ერმა ვთქვათ ხო აი თქვენი თეორია ამას თავისი ახსნას უძების რატომ მოხდა ასე ახლა ჩვენი პრობლემა ჩვენ სამწუხაროდ დღესაც ვაგრძელებთ მიუხედავად იმისა რომ დღეს უკვე არის ცოდნა ახალი რომელიც გვიბიძგებს იმისკენ რომ შევიცვალოთ სტრატეგია საქართველოს უნდა რაში გამოიხატება ის რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენთ ახალი იდენტიფიკაცია როგორც აი მეოთხე ნოოტიპის ლიდერი ერი რაც აქედან გამომდინარე შედეგები და აი ეს არის ქართული სახელმწიფოს დღევანდელი ამოცანა დრო მოითხოვს ჩვენთან ამას ჩვენ კიდე რას ვაკეთებთ ქართული სახელმწიფო აგრძელებს ქართველი ერის აქამდელ ტრადიციას სესხებით თვით გამოხატვას ეს ინსტიტუციური ნასესხობებით და ეს რას ნიშნავს რომ საქართველოს სუვერენიტეტის რესურსად გარეგანი ძალების ინტერესების კონფლიქტია გამოყენებული როგორც აქამდე ანუ ეს ლავირების პოლიტიკა და სხვადასხვა ძალის ცენტრების ასე თქვა გაწონასწორების დიახ აი მაგალითად დღეს აი მოვადექით ბატონო აი შეიძლება ეს არაბული ინვესტიცია თქვა ხო რომელიც ძალიან ესეთი მტკივნეული თემაა ხო იმიტომ რომ შეიცავს ეთნორელიგიური სურათის საფრთხე ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს მე მიმართა კიდევაც ვთაობაცოს რომ სწორად აი რეგიონალური უსაფრთხოების და ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განიხილონ ეს საკითხი იმიტომ რომ დღევანდელ დღეს გამომდინარე იქიდან რაც თქვენ აღწერეთ და რაც უკვე შემდგარი მოცემულობაა ხო სამყარო არის შესული ეს ძალის ცენტრები ერთმანეთთან აპოკალიფსურობაში დაპირისპირებაში იმაში ჯახში ხო ეს გეოპოლიტიკური დიდი საერთაშორისო აქტორები აქედან გამომდინარე დღევანდელ დღეს ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია ესეთი ოდენობის ინვესტიცია არაბული სამყაროდან ხო აი გამორიცხულია ვიცათ ელემენტარული ანაბანა მაინც ესმის გეოპოლიტიკის თქვათ ხო რომ გამორიცხულია ჩვენ აქ მთავარი მათ ასე თქვათ ვთქვათ როგორც ეკონომიკური მდგენელი ხო აქ უპირველესი არის პოლიტიკური შინაარსი ვთქვათ ხო და რაღაც გარეგანი არის ეს არაბული სამყაროს შემოსვლა აქ როგორც ერთ-ერთი გამოწონასწორებელი ძალი ხო აი შეიძლება დავასრულებ და აი ასეთ შემთხვევაში ვთქვათ ხო აი ქართული საზოგადოების შიშიც და ასე ვთქვათ შეშფოთებაც ეს არის გასაგებია, მაგრამ რა შეეხება საქმე, რასაც აი თქვათ მეც არაერთხელ მithქვამთ და თქვენი აი თქვათ მეცნიერული შრომის საფუძველზე არაერთხელ ამის შესახებ გისაუბრიას, რომ ამოიწურება თქვათ ეს რესურსი, ხო? ანუ ფაქტიურად დადგა ის უკვე ეს მომენტი, აი ჩვენთვის მაგალითად ეს ამის მანიშნებელია თქვათ, ხო, ეს აი ეს არაბული ინვესტიციის შემოსვლა, რომ აი ლავირების რესურსი ამოწურულია და ჩვენ მივადექით რაც არის ჩვენი მთავარი ასე თქვათ, რესურსი, ჩვენი მთავარი გეოპოლიტიკური რესურსი, შეიძლება ითქვას გეოპოლიტიკური რესურსი, ოქროს აქტივი, ეს არის ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ამ გეოსტრატეგიულ მდებარეობას თბილის როგორც გეოგრაფიულ ერთეულს და ასევე შავი ზღვის სანაპიროს აქვს განსაკუთრებით მაღალი სტატუსი და ძალიან დიდი აქტივის ფუნქცია. აი ჩვენ ფაქტიურად მივადექით იმას, რომ ლავირების რესურსი ამოწურულია და სახელმწიფო იძულებულია, რაც არის მისი მთავარი გეოსტრატეგიული აქტივი, ის ასე ვთქვათ, ჩაუშვას რეალიზაციაში. და მე ვხედავ ასევე აბსოლუტურად უთანაგზო მთავრობას და ასე ვთქვათ, კეთილის ყოფილის პოზიციიდან ვამბობ ამას, რომ არსებულ ვითარებაში რაც ხდება ჩვენ სირგულ სოფლიოში და რეგიონშიც, ეს ჩვენგან გამომდინარე არაა, სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი პოლიტიკური ბერკეტები ჩვენი ძალიან მწირე გეოპოლიტიკური აქტივებიდან გამომდინარე თუ არ ჩავთვლით იმას, რაც თქვენ ახლა ახსენეთ, ხო, აი ამ ძველ პარადიგმაში
ჩვენ მეტი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი და გეოპოლიტიკური აქტივი გარდა იმისა, რომ ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობა გამოვიყენოთ როგორც ლავირების რესურსი, თქვათ, ხო, ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს. ეს არის, ასე თქვათ, აი ამ გამოუვალი სიტუაციიდან სასოწარკვეთილი ერთი ნაბიჯი გადადგმული და ამას მოყვება შემდეგი და შემდეგი. ამიტომ ვამბობ მე, რომ აი ეს თქვათ, აი კრიტიკა ხელისუფლების მისამართით, რომელიც სრულდება შემდეგი ფრაზებით, რომ ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი და არალეგიტიმური მთავრობა, მე აბსოლუტურად ძალიან მკაფიოდ ვემიჯნები აი ამ პლასტს და პოლიტიკურ პლასტს საზოგადოების, რომელიც აი ამ კრიტიკას ასრულებს იმით, რომ თქვათ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და თქვათ მოყვეს დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ თავიდან ბოლომდე მე გამოვრიცხავ იმას, რომ ეს არის რაღაცა მთავარი ეკონომიკური, ასე თქვათ, გენერით შემოსული პროექტი, ეს არის გეოპოლიტიკური შინაარსის პროექტი და ჩემთვის პირადად ეს მანიშნებელია, იმისა რომ ლავირების რესურსი ამოიწურა და მთავარი გეოსტრატეგიული აქტივის, ასე ვთქვათ, რეალიზაცია შეუტექი. ეხლა თქვენ ახსენით თქვენი არაფერი ახალი არ არის ამაში. სინამდვილეში ნახეთ, დავუდგეთ რა ჩვენი ვაგრძელებთ, ჩვენი ინერცია ის პოლიტიკური პროცესის ინერცია. დიახ, რა, რომ ისე იგი სუვერენიტეტის რესურსად განიხილება საქართველოს ისტორიაში ასე იყო გარეგანი ძალების ინტერესების კონფლიქტი. და ეხლა დამოუკიდებლობის ეს 30 გეოსტრატეგიული პოტენციალის გამოყენება. ხო, ისე სულ ასე იყო და დღესაც იგივეა. უბრალოდ რა ხდება? აი და ეს არ ნიშნავს იმას, რომ როცა ამ პროცესს უყურებთ, რომ ამას აკეთებს, იმიტომ რომ მოღალატე ამთავრობა და ასე შემდეგ. რეალურად მე ვხედავ, რომ ბერკეტი უბრალოდ აღარ არის. აღარ არის ბერკეტი. როცა ვლაპარაკობთ, აი ესე იგი რა, რომ გრძელდება ის არანაირი ღალატზე ლაპარაკი არ შეიძლება. რაც არის ისტორიულ გამოცდილებაში, თავრობა აგრძელებს იგივეს. დაუკვირდეთ, გამსახურდიამ დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ, აი რუსეთი საბჭოეთისგან თავის დასახსნელად დაიწყო კავკასიური სახლის იდეა, რაღაცა, ესე იგი, აი კავკასიელების რუსეთთან დაპირისპირების გამოყენებასთან. ეს შეიცვალა იმითი, რომ ამერიკელებმა, რომლებიც შემოვიდნენ აქ, მეორე ნაწილი ქართველების შევარდნაძის მეთაურობით ამერიკის ინტერესების მომენტი გამოიყენა კავკასიაში და ამერიკელები და რუსები საბოლოოდ ეს დამთავრდა სამწუხაროდ 2003 წელს თქვენ აღნიშნეთ რომ ერთობლივი პროექტი რა ხდება პრობლემა რაშია როცა თუ გარეგანმა ძალებმა რომელთა კონფლიქტის მომენტიდან ჩვენ სარგებლობთ თუ მოახერხეს ჩვენ ზურგს უკან მოლაპარაკება მაშინ აი ეს რესურსი იქრება უბრალოდ ეს მოხდა 2003 წელს როცა ამერიკელებმა და რუსებმა ჩვენ ზურგს უკან მოილაპარაკეს საქართველოს სინგაპურიზაციის პროექტზე ეგრეთ წოდებული რუსეთს დაეთმო საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიული აქტივების შესყიდვის ექსკლუზიური უფლება, რასაც დღემდე იცავს ამერიკა, ხოლო ამერიკელებმა მიიღეს რა, რომ აქ ლიბერალისტური პლაცდარმი ყალიბდებოდა ამ ლიბერალიზმის პარადიგმის წინა აზიაზე გასაუბრებელი პროექტი, მაგრამ ფაზის ცვლილება მე საშუალო 2008 წელს შეიცვალა ფაზა და იმ წინა ფაზაში დადებული ხელშეკრულება უკვე მასი გაგრძელება ვერ მოხერხდა, თუმცა ეს გაცნობიერებული არა, მაგრამ განწყობების დონეზე ხდება ეს კონფლიქტი და ამ რუსებმა დაიწყეს ოსტაბჭოთა სივრცეზე ახალი საყრდენის ძიება და იპოვეს უკრაინელიერი ახალი ფაზის შესაბამად მართლაც ფორმისმანის ნოუტიპის სერია ფორმისმანის ფაზაში საუკეთესო ინსტრუმენტია და უშუალო აი ჩვენ რატო ვერ ჩაგვიყვანეთ ეს აი ამ რა მოხდა ჩვენ საშუალება ცოტა ხნით ესე იგი საქართველოს საკითხში ძირითადი ძალების კონსენსუსი დაირღვა და ამან საშუალება მოგცა ჩინეთის ინტერესით გვესარგებლა ჩინეთის და ამერიკის ინტერესის კონფლიქტი და ჩინეთის შემოუშვით სტრატეგიული პროექტი. და ესეც რუსეთი იძულებული იყო რომ სტრატეგიული პროექტი ამერიკასთან კონფლიქტშია ჩართული და აქ ესე იგი არ შეუძლებს მანამდე რუსეთი ხელს უშლიდა ჩინეთის შემოსვლას აქ სტრატეგიული პროექტი. თუმცა წინა ხელისუფლება აქ პატიჟებდა ჩინეთს სინგაპურიზაციის პროექტის ფარგლებში. ეს იყო ჩინეთისთვის არასტრატეგიული პროექტი, არამედ უბრალოდ აი ესე იგი გასაზავებელი მასის მნიშვნელობით ჩინური დიასპორის ჩამოყვანა აქ სადაც ქალაქი შენდებოდა თბილისის ზღვის მახლობლად ამბობენ რომ ეს პროექტი თავისი ჩაიშალა სინამდვილეში ოცნების წინასაარჩევნო შეპირება იყო ამ პროექტის შეჩერება და ოცნებამ ეს პირობა შეასრულა ეს პროექტი შეჩერებული იქნა ის ფონი გამოისყიდეს და დაურიგეს ტოლვილებს ანუ ეს თავისთავად ესე არ მოხდება აი ესე მაგალითად თუ ეს არაბების ჩამოსახლება რა არის აი ეს რა ხაზია ბატონო ეს იგივე გარეგანი ძალის
ძალების ინტერესების ანუ გეოპოლიტიკური შინაარსი. ესე იგი არაფერი ახალი ამაში არ არის. ზუსტად იგივე აი რაც ჩინელების ჩამოყვანა იყო, მაგრამ ახლა ამ ჩინელების ჩამოყვანა რა გამოიწვია? რომ უზარმაზარ ძალასთან რჩები პირისპირ. აი საქართველოს შიგნით, მაშინ აი ეს პირისპირ რო არ დარჩი ამასთან, კარგია, თან ახლა ამის პირისპირ თურქების გამოყენება არ ვარგა, იმიტომ რომ უშუალო მეზობელია და ისტორიული პრეტენზიები აქვს ტერიტორიებზე გაუმართლებელი, მაგრამ ამბობს რომ ისტორიულად მისი ეს აჭარა და სამწყილი ჯავახი. არა მარტო დიდი თურანის პროექტის ფარგლებში ბევრად უფრო ამას დავამატე, ესე იგი ან შეიძლება ჩავთვალოთ რომ არაბული სამყარო როგორც გამოწვევებელი იდეალური ამ პროგრამის ფარგლებში აი ესე იგი წარსული მემკვიდრეობის გაგრძელება. ეს არის იდეალური გადაწყვეტილება. იმიტომ რომ არა ისლამურ სამყაროში თურქების აი სუნიტურ ისლამის ფარგლებში თურქების საპირწონე არის მხოლოდ არაბული სამყარო. არაბული სამყაროს შემოყვანა საქართველოში ეს არის თურქეთის გავლენის გაქანების თვალწინებაა თურქეთი აქ მარტო არ არის რომ დიდი თურანის პროექტში არა მიუხედავად ხო ძალის დიდი ცენტრი ეს თურქეთი მარტო აი თქვენ მიაქცევთ ფაზა პროგნოზირებული მქონდა რომ ფორმისმანის ნოოტიპის თურქერს ამერიკელიერი ცხრომისმანის ნოოტიპის ფაზით აი გარეშე ათათურქის მიერ შექმნილი და ბოლშევიკების გავლენით გაძლიერებული და მე ამერიკის კონტროლის მექანიზმად ქცეული თურქულ საზოგადოების სამხედრო და ლიბერალისტური ფენა, სამხედრო არისტოკრატია და სეკულარიზებული სამხედრო. აი ეს ფენა, ამ ფენის მეშვეობით ვერ მოხერხდებოდა თურქეთის კონტროლი. ეს იყო ჩემი პროგნოზი. და ზუსტად ერდოღანის გადატრიეს მოუპირეს. ეს იყო მეხუთე მცდელობა. მანამდე თურქებმა ერმა არჩევნებით 5 ჯერ მოიყვანა ფუნდამენტალისტური ძალები, მაგრამ აი ამ აკონტროლებელი მექანიზმის გამოყენებით ამერიკელებმა 5-ვე ჯერ ჩაშალეს ეს. მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ეს ფორმისმანის ფაზაში. ყველა აი 48 წელს დამთავრდა ასეთი ფაზა, 48 წლიდან 48 წლის შემდეგ მოხდა 5 ჯერ აი ნატოში ჩაერთო თურქეთი 50-იან წლებში და შემდეგ მოხდა 5 ჯერ ასეთი არჩევნების ჩაშლა, მაგრამ ყველა ეს არჩევნები იყო ან ორმაგი ეფექტის ფაზაში, ან ცხრომისმანის ალფაკტი. პირველად მოხდა ეს რომ ფორმისმანის ეფექტის ფაზაში და ამ დროს თურქეთის წინააღმდეგობა უნდა ყოფილიყო გაძლიერდა ერდოღანმა რეალური საფრთხეა. დღეს დიდი საფრთხეა. ჯერჯერობით ისე დღეს ამერიკა და თურქეთი ერთმანეთის საპირისპირო დღეს თურქეთი ვერ განიხილება ამერიკის აქტენ ძალად. მაგრამ მომავალში ამიტომ ასე დღეს როცა ჩვენი ხელისუფლება მან ხო არის ეს თეორია. დღეს ჩვენი ხელისუფლება უყურებს რომ თურქეთსა და ამერიკას შორის თურქეთი გამოდის დამოუკიდებელ ზალად, რომელიც მიიწევს შუა აზიისკენ და საქართველოს ტერიტორიების გამოყენება უნდა საამისო. ას მაშინ სწორედ აჭარაში, სადაც არის ეს შემოსასვლელი, იქ არაბული ანკლავის შექმნა, ეს არის მშვენიერი გადაწყვეტა ამ პროცესის გაქრობის შესაძლებლობაში. მაგრამ 27 წლიდან თურქეთში განწყობები შეიცვლება. ფორმისმანის ფაზა დასრულდება და შესაძლებელია თურქეთში აღდგეს იმ სეკულარული სამხედრო ელიტის და ლიბერალისტური ფენის აღორძინება. ეს სავსებით შესაძლებელია და თურქეთი ამის გამო შეიძლება ხელახლა იქცეს აზიაში ამერიკის პოლიტიკის საფრთხეზალად და აი ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარება. ეს არის ანტიირანული, ანტირუსული და ანტიჩინური ფაქტორი. ეს უზარმაზარი, ესე იგი უნივერსალური გამოყენების ამბობს ძველი პარადიგმის ფარგლებში თავრობა მოქმედებს სწორად, მაგრამ ეს პროდუქტიული არ იქნება ჩვენთვის საბოლოო. იმის გამო თან ჯერეთ ამას რო თავი დავანებოთ ახლა ამ პერსპექტივას. ესე იგი ნახეთ რა გამოვიდა არაბული ანკლავის შექმნა, აქ თურქული ანკლავი ისედაც შექმნილია ბათუმში და კიდევ ძლიერდება სხვაგან და რა ხდება სინგაპურიზაციის პროექტი რომელიც ეს დასავლეთის პროექტი მაინც ძალაში გამოდის. ესე იგი საქართველოს ხელისუფლება იმით რომ ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს ევროპის ეს გადამაგვარებელ გავლენას, ესე იგი იმ ევროგაერთიანებაში ევროინტეგრაციის პირობად არის ქართველი ეს მენტალური ტრანსფორმაციის მოტიპური ტრანსფორმაცია. ეს იგივე რაც სინგაპურიზაციის პროექტითაც ეს იგივეა და ჩვენი მთავრობა რომ ამას წინააღმდეგობას უწევს, იძულებულია სხვა ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც სხვა კარებიდან შემოუშვებს ამ სინგაპურიზაციას. ესე იგი ის რაც მოგვისაჯა ჩვენ დასავლეთმა ეს გარდაუვალი, ესე იგი აღსრულებისთვის გარდაუვალი განაჩენი გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ცდილობთ წინააღმდეგობა გაუწიოთ ისევ მოძველებული პარადიგმების პოზიციიდან. გამოსავალი რა არის? გამოსავალი თუ შეიძლება ეს კიდევ ერთხელ ეს პასაჟი რო ახსნათ.
ძალიან საინტერესოა თქვენ რაც თქვით ახლა. ესე იგი, ვიმავთ რა, რომ ესე იგი გავანეიტრალოთ, თქვა, სინგაპურიზაციის პროექტი, მაინც იმ პროექტში შევყავით და აი ეს კი თუ შეიძლება დეტალურად რო ახსნათ და დავასრულოთ. ესე იგი, ევროპა ცდილობს ფაქტიურად რაც არის ეს ეროვნული იდენტობის წაშლა იმ პირობების დაკმაყოფილება, რასაც ევროპა ჩვენგან ითხოვს. და ამას ადრე აკეთებდნენ იმ სინგაპურიზაციის პროექტის ფარგლებში, რადგან ის პროექტი ჩავარდა დროებით შეჩერდა. ამდენად ახლა უშუალოდ ხელისუფლებაზე ზემოქმედებით ცდილობენ ამის გაკეთებას. წინააღმდეგობის რესურსად ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიყვანა ჩინელიერი აქ, და გაიზარდა ამ გადატრიალებას გადავრჩით, იმიტომ რომ ჩინეთი აქ შემოვიდა სტრატეგიული პროექტებით. მაგრამ ჩინეთის პირისპირ დადგომა ეს არის ახალი საფრთხე. თან ერთდროულად ან თუ დიდი თურანის იდეის პრობლემა ისევ არის, რომელიც დღეს ამერიკის მხარდაჭერის გარეშეა, მაგრამ აზერბაიჯან-თურქეთის ღერძი შეიკრა და საქართველო აქ შუაშია. და ამის წინააღმდეგ, ესე იგი ორმაგი მოქმედების გამოდის არაბული ანკლავი, თუ ეს არაბული ანკლავის შექმნის პროექტიც რომ იყოს, გამოდის რომ იმ ცნობილი სტრატეგიების ფარგლებში ეს არის ოპტიმალური ნაბიჯი. ეს არის თურქული გავლენის შეჩერების მექანიზმი, ამასთანავე ჩინეთის პირისპირ დარჩენისგან დამზღვევი ფაქტორი, არაბული სამყარო უდიდეს ფინანსური შესაძლებლობისა და ჩინეთის აქ ფინანსური პროექტებით შემოდის, სტრატეგიული პროექტი ევროპისგან, სავაჭრო სატრანზიტო გზას იხსნის და ამდენად აი ეს ორლესული მოქმედების ისაა და ძალიან ესე იგი ოპტიმალური ნაბიჯი იქნებოდა, რომ არ იყოს სხვა გამოსავალი, როგორც ვამბობ. მაგრამ ამ ნაბიჯით ანუ არაბული ანკლავის შექმნით, თუ ეს აქამდე მიდის და აფიორა არ არის, მაგრამ იქნება რა, უბრალოდ იმ სინგაპურიზაციის პროექტის სასარგებლოდ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. ანუ წინ წყალი უკან მეწყერი, ეს ერთი მხრიდან ჩაუკეტეთ კარი, მაგრამ ეს გაუხიეთ კარი მეორე მხრიდან, იმიტომ რომ სხვა საშუალება არ ჩანს რომ შევაჩეროთ ეს. ბატონო ემზარ, იმ ადამიანებს, ვისაც ეს არ ესმით და თქვათ ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ახალი ცოდნას არ არიან თქვათ დაუფლებულები, ხო? თქვენ როგორ გესახებათ, შეიძლება რამენაირად ხმა მივაწვდინოთ, რაღაცა კონფერენციების, აი თქვათ რაღაც ისინი სერია მოეწყოს, აი როგორ თუ აზროვნების უნარი აქვს ადამიანს, რაც ახლა ითქვა, ხედავთ, აი ბატონი დავით კუხალაშვილის ამას წინა თქვა, რომ აი ესე იგი რესურსებს ხარჯავენ, მაგრამ მე ვუთანართო მთავრობას, იმიტომ რომ ბერკეტები აღარ დარჩა. მეც ასე ვხედავ. აი თქვენი ცოდნისგან დამოუკიდებლად, რომ ბერკეტები, რასაც ვამბობდი მე, რომ ბერკეტები ამოიწურა და ჩვენ ზავერების რესურსი ამოიწურა და რაც ყველაზე მთავარი ოქროს ის არის ჩვენი გეოსტრატეგიული ამის რეალიზაციის დავიწყეთ. დიალოგი მაქვს რამდენიმე იმასთან, იმით ინტერნეტით. მივწერე წერილი, მაგრამ რამდენიმე პარლამენტართან იმ აქტიურ იმასთან ხელისუფლებიდან, რომ მაგრამ არ მოდიან ზოგიერთთან ფიზიკურ დიალოგიც მქონია შევხვედრი ვარ, მაგრამ იმათ ეს არ უნდათ, ესაა პასუხი. ესე იგი ვერ ბედავენ ახალი ნაბიჯის გადადგმას. ესაა კატასტროფა. თუ ისინი ესე იგი მხოლოდ როის ბოლოს ბატონებზე, აი თქვა თქვენ ახალი ფაზის დადგომად 2027 წელს ასახელებთ. აი თქვა არ მოხდა ამ ახალი ცოდნის შესაბამისად სოფლიო გლობალური სისტემის გადაფორმატირება. აი რა მოხდება შემდეგ? იზრდება ომების ალბათობა. ესე იგი სოფლიო ერთბაშად გამოიღვიძებს იმ განწყობით, რომ ყველაზე კარგი საშუალება პრობლემების მოსაგვარებლად არის ომი. და ძალიან გაადვილდება როგორც წინა 88-2007 წლები, როგორც 48-69 წლები წინა საუკუნის. ესე იგი ომები გაადვილდება კოალიციური კონფლიქტების ინიციირება. და ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ბერკეტი ამის აცილებს. არაფერი ჩვენ გადაგვივლიან, გადმოგვივლიან და ისევ ის რომ აი ეს დაინგრევა სახელმწიფო, რომელიც ქართველი ერის პირდაპირ თვით გამოხატვის ინსტიტუცია, მაინც შეიძლება ისევ ამან გადაგვარჩინოს, მაგრამ დღევანდელი ომები ისეთი ტოტალური ხასიათისაა, ისეთი ხარისხის ეთნოწმენდით მიმდინარეობს, რომ აქ უკვე ამის იმედი არ უნდა გქონდეს ალბათ ძალიან მცირე და რატო უნდა ვიყოთ ამის იმედზე, როცა არის გამოსავალი? როცა დღესვე შეიძლება საქართველოს უდიდეს სამსახური გაუწიოს სოფლიოს და ამით რას მხოლოდ თავის დანიშნულება შეასრულებს. არაფერი ზებუნებრივი ამით არ მოხდება. მაგრამ თუ ორგანო არ უპასუხებს თავის ფუნქციას ორგანიზმში, მაშინ მიდის მისი ატროფია. დღეს ჩვენ ვართ გალევის რეჟიმში, იმიტომ რომ 30 წელია გვაქვს შანსი გავაკეთოთ ეს ნაბიჯი და ვაყოვნებთ ამ ნაბიჯის გადადგმას. ესე იგი
უარს ვამბობთ იმ ფუნქციის შესრულებაზე, რომლისთვისაც ჩვენ ისტორიულმა პროცესმა ჩამოგვაყალიბა ამ ადგილას, სადაც ახლა და გლობალურ ფუნქციას ავიღებთ ხელში და მისიას. და ეს იქნება და გადავარჩენთ, ესე იგი სოფლიოს ვიხსნით უდიდესი კატასტროფებისგან, რომელიც მოსალოდნელია მომდევნო 20 წლის განმავლობაში, როცა დადგება ომების ხანა. შესაძლოა მე ერთ-ერთმა ქართველოლოგმა ბერნად უტიემ ოჯახში შევხვდით ჩვენ სტუდენტ როდესაც იყო საქართველოში და როდესაც საუბრობდით აი ამ თემაზე, მან თქვა რომ ჩვენ ისე ქართველებისგან ველით ასე ვთქვათ გადარჩენას რომ სიბრძნე და ახალი ხედვა წამოვა კავკასიიდან და კერძოდ იბერიული ცივილიზაცია. მაგრამ სამწუხაროდ თვითონ ჩვენი ხელისუფლება არ ელის ქართველებისგან არაფერს, იმიტომ რომ რასაც ქუჩიდან ისმენს იმას მართლა არ უნდა მოусმინოს ადამიანმა ისეთ ამბები ისმის. უღმესი მადლობა ბატონო ემზარ, უაღრესად საინტერესო საუბრისთვის, იმედია ჩვენს გადაცემას მოისმენენ და ამას მოყვება შემდგომი ნაბიჯები. მადლობა, დიდი მადლობა.